საქმე წმინდათა მოციქულთა თავი მე-6. ამათ დღეთა შინა განმრავლებას ამას მოწაფეთასა იყო დრტვინვაი ბერძენთაი ებრაელთა მიმართ. რამე თუ უგულებელს იქმნებოდა მსახურება იგი დღითი დღედი ქვრივთა მათთაი. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლეს ამას მოწაფეთასა და რქვეს: არასათნოა რჩვენდა დატოვებაი სიტყვის აღმთისაი და მსახურებაი ტაბლებსა. აწ გამოერჩიენით ზმანო კაცნი თქვენგანი, რომელნი წამებულ იყვნენ შვიდნი, სავსენი სულითა წმინდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინეთ სახმარსა ამას ზედა. ხოლო ჩვენ ლოცვასა და მსახურებასა ამას სიტყვისასა განვეკრძალნეთ. და სათნო უჩნდა სიტყვა იესე წინაშე ყოვლისანი სიმრავლისა და გამოირჩიეს სტეფანე კაცის სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმინდითა და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაუს მწირი ანტიოქიელი და დაადგინეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს და დაასხნეს მათს და ხელნიმათნი და სიტყვა იგი ღმრთისაი აღორძინდებოდა და განმრავლდებოდა რიცხვი მოწაფეთაი იერუსალიმს შინაფრიად და მრავალი ერი მღვდელთაი მართ ერჩდა სარწმუნოებასა. ხოლო სტეფანე სავსე მადლითა და ძალითა იქმოდა სასწაულებსა და ნიშებსა დიდ-დიდსა ერსა შორის. აღვინმე დგეს კრებულისამისგან, რომელსა რქვიან ლიბირტიმელთაი და კვირინელთაი და ალექსანდრელთაი და კილიკიაით და ასიაით და გამოეძიებდეს სტეფანესთანა სიტყვასა და ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მის სულისა წმინდითა, რომლითა იტყოდა იგი. მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს ვითარმედ, გვესმეს მაგისაგან სიტყვანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთვის და ღმრთისა და აღძრნეს ერიგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა მიადგეს და აღიტაცეს იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა და წარმოადგინეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქვეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყვათა გმობისათა ადგილისა ამისთვის წმინდისა და სჯულისა. რამე თუ გვესმე მაგისაგან იტყოდა რაი ვითარმედ, იესო ნაზარეველმა ამან დაარღვიოს ადგილი ესე და ცვალოს სჯული, რომელი მომცა ჩვენ მოსე და მიხედეს მას ყოველთა, რომელნი ხდეს კრებულსა შინა და იხილეს პირი მისი, ვითარცა პირი ანგელოზისაი.